სკოლის ლიგის ფინალური თამაშის დღე. დღევანდელი თამაში სრულიად განსხვავებული ქართულ სივრცეებში ჩატარებული თამაშებისა იქნება სრულიად ეგზოტიკური. მაშასე მიეგებეთ გუნდი უქიმერიონი, კაპიტანი ალექსანდრე დინარაძე, ლაშა უსტიაშვილი, სურა კუჭაბიძე, ჯარბა რომაძე, იოსი შავოვაშვილი და გიორგი თურმანიძე. გუნდი თამაშა კაპიტანი ნიკოლოზ ნაკაშიძე, დავით მსხალაძე, ლუკა ბანარიძე, ანდრი ჩხაიძე, ალკო აბესლამიძე. გუნდი გულხაზანზარი, კაპიტანი ირაკლი მიქაძე, ესო კიკაბიძე, ანა ანტიძე, მარია მიქაძე, ალექსანდრე ბჟინავა და ეკატერინა ერატურიანი. გუნდი ვერი ვინდი ვიცი, მირზა ხიჯაკაძე, ბატონი კაპიტანი, დავით ბარკაძე, ნიკა ტილაშვილი, ირაკლი შარაშიძე და ზაზა დიმიტრაძე. და ბოლოს დღევანდელი თამაშის პირველი მონაწილე გუნდი ქსენოფობია მოიმობა, კაპიტანი აკაკი გვიანიძე, ორნიკე ბოგაძე, გიორგი ბერიძე, მარია თავაძე, ნიკა ალაზონია და საბა კილაძე. მოგესალმებით ბატონებო, ბატონო აკაკი, როგორი განწყობაა გუნდში? საბრძოლო. ძალიან კარგი. სხვა პასუხი არც მიგვიღია მთელი ჩემპიონატის განმავლობაში და ეს კარგია ჩემი აზრით. მე მოთმენა არ შემიძლია, ძალიან მაინტერესებს როგორი დღე გვექნება ფინალური თამაში, ამიტომ დავატრიალოთ ბზრიალა ხო ჩემს მარჯვენა ხელს. მანამდე კი ბატონ საბა კილაძეს მინდა ვკითხო. ბატონო საბა, თქვენი აზრით ვინ გაიმარჯვებს დღეს, მე თუ მთელი დარბაზი? მთელი დარბაზი ბატონო საბა. ესკენ არის კაცი უნდა გააჩნდაო და ახოთ დაიქნება ჩვენი პირველი შეკითხვა. ეს არის პირველი ბლიცი. მოიმზადეთ ბატონებო და გავხსნათ ჩვენი თამაში. მოკლედ ბლიცი იქნება აგებული ქიმიურ ელემენტებზე. გძნობ რომ ძალიან გაგიხარდათ. მოკლედ სამის შეკითხვა, რომელთა პასუხიც ნებისმიერ შემთხვევაში არის ქიმიური ელემენტი. ძალიან მარტივადაა საქმე, მოისმინეთ ბლიცის პირველი შეკითხვა. ვიკიპედიის სტატიაში ამ ქიმიური ელემენტის თვისებების სადემონსტრაციოდ ნახსენებია ერთ-ერთი გერმანული ქალაქი, რომელიც დღეს პოლონეთში მდებარეობს და ცნობილია როგორც ზაბჟე. თუ გაიხსენეთ ამ ქალაქის ისტორია, დაასახელეთ ეს ქიმიური ელემენტი დრო.
რომელი ქალაქი შეიძლება რომელი მემელი კლაიპედა რა ქალაქები იყო იქ ისტორია საბიში პოლონეთში რომ არის მეორე მსოფლიო ომის დროს არის დაკავშირებული ხო საკონცენტრაციო ბანაკები მაგრამ გაზი ანუ გაზთან რამე გაზი ის რამე სხვა გეთები გაზი ან ტყვია ან თუთია გაზი სინკო ან კომიტეტი არა არა ტყვია ფლუტრა რა არის ქვია თუ სინკო მარი თუთია ხო მაგრამ კომბო მარი ტყვია ზაბი რაღაცა ძეზე უნდა იყოს მასზე უნდა იყოს არა რატო გერმანულად რა არის ან გერმანული ქალაქი იყო და გერმანულად რა არის სხვა სახელი დრო ამოიწურა ბატონო აკაკი გისმენთ ვიპასუხებს თორნიკე უპასუხებს თუ გნებავთ მე გაუმეორებ შეკითხვას ცარის მოპასუხე გავიმეხოთ ვიკიპედიის სტატიაში ამ ქიმიური ელემენტის თვისებების სადემონსტრაციოდ ახსენებია ერთ-ერთი გერმანული ქალაქი, რომელიც დღეს პოლონეთში მდებარეობს და ცნობილია როგორც ზაბჟე. თუ გაიხსენეთ ამ ქალაქის ისტორია, არც ისე შორეული. მაშინ დაასახელეთ ეს ქიმიური ელემენტი ბატონო თორნიკე ბატონო თამონო ჩვენ ორი ვერსია ქონდა ანუ აზრები გაიყო ტყვიასა და თუთიას შორის და მაინც უპირატესობა პირველ ვერსიას მივანიჭეთ რადგან ასე ვთქვათ მიღებული წესია რომ პირველი ვერსია უფრო მეტად სწორად იღებდება ამიტომაც იყოს თუთია ცინკო თუთია პასუხი მიღებულია მოისმინეთ სწორი პასუხი ეს რაც სწორი პასუხია არის ნივთიერება რომელიც იწვის ძალიან კარგად საუკეთესო ვიკიპედიის სტატიაში ამ ნივთიერების თვისებების სადემონსტრაციოდ ნახსენები იყო ჰინდენბურგის დირიჟაბლი რომელიც წყალბადით იყო სავსე და დაიცვა სწორი პასუხია წყალბადი ბატონებო არაჩვეულებრივი დასასრულს ჩემს სასარგებლოდ 1-0 მე მოგისმენთ ცირე ხანს ძალიან სასიამოვნოა ეს განხილვები მინდა აღნიშნო რომ ძალიან კარგია როცა დარბაზს ავსებს და ნებისმიერი რავით ხარისთვის ორგანიზატორებისთვის და მოთამაშეებისთვის ეს ძალიან კარგია ამიტომაც ხშირად შეავსეთ ხოლმე დარბაზი ბატონებო ახლა კი დავატრიალოთ ბზრიალა ნახოთ რა იქნება მეორე შეკითხვა სხვა ელემენტებზე ის გიორგი ფეთან არის ასეთი შეკითხვა ასტრონავტი რომ ვიყოთ რა სახელს დაარქმევდით პლანეტას რომელიც ყოველთვის ნერვებს უშლის სხვა პლანეტებს რა თქმა უნდა ტრადიციულად ფენიქსი ძალიან საინტერესო ვერსია სხვათა შორის კარგით ხუმრობების დროა მოიწურა ახლა შეკითხვის დროა მეორე შეკითხვა ღვთაებრივი კომედია მოემზადეთ ბატონებო რომის პაპმა გრიგოლ მე-7-მ შავი ჭირის ეპიდემიის დროს ცოდვების მოსანანიებლად მოაწყო ქალაქში ლიტანიობა რიტუალური სულელობა მოგეხსენებათ. გადმოცემის თანახმად ამ ლიტანიობის დროს ერთ-ერთი ციხესიმაგრის თავზე მას გამოეცხადა მთავარანგელოზი მიქაელი. ნიშნად იმისა, რომ ეპიდემია შეწყდებოდა, ანგელოზმა გააკეთა ის, რაც ქრისტეს ბრძანებით ერთხელ გააკეთა პეტრე მოციქულმა. შემდგომში
გამოცხადების ადგილას დაიდგა მიქაელის ძეგლი, რომელიც იმას აკეთებს ძეგლზე, რაც გამოცხადების დროს გააკეთა. მახვილი ჩააგო. ყურადღება, კითხვა. რა გააკეთა მთავარანგელოზმა გამოცხადებისას, რომ მახვილი ჩააგო. ანუ ის ყარი როცა პეტრე maxვილს იღებს და შესაძლებლად პეტრე ჩააგე maxვილს ცნობილი ის არის. ესე იგი ანუ ღმერთმა ომი გამოუცხადა შავიჭირის ამბავში და ჩააგო maxვილს და დავამთავრეთ თქვენთან ანგარიშვალება. მე უნდა იყოს პეტრესთან კიდე ან რა მონათლესთან ხომ არ დაკავშირებულა გასაგები არის დაკავშირებული პეტრესთან. რაც მოქმედება ეს მოქმედება ის არის. სხვა პირიქით სხვა მოიხსნე და სხვა. არა, ნებისმიერ შემთხვევაში ეგ უნდა იყოს რა. ხო, ღმერთს ომი ჰქონდა შავიჭირის სახით გამოცხადებული მათთვის და ჩააგო maxვილს და დავამთავრეთ. ანუ ხო სხვა გაივერსია. მე მგონი ზადვართა უპასუხოთ ბატონოთან. გისმენთ ბატონო აკაკი? აღარ ვაცხადეთ დროს დასრულება. კი, მოკლედ თავის პირველივე წამზე ეს ვერსია მომივიდა. ბიბლიაში არის მონაკვეთი, როდესაც პეტრე გადაწყვეტს maxვილით ხელში დაიცვას ქრისტე და ქრისტე მას უბრძანებს, პეტრე ჩააგე maxვილი და ალბათ შავიჭირით აღიქმება და როგორც ღმერთის ომი ცოდვილ ევროპასთან და ჩააგო მიქაელმა maxვილი, რითიც მიხვდა რომ ის პაპირო დამთავრდა შავიჭირის ეპიდემია. ამომწურავი პასუხია, ვეაფერს დავამატებ. ჩვენ შეგვიძლია ნახოთ პირდაპირ რას აკეთებს გამოცხადების ადგილას დაგებულ ქანდაკებაზე მთავარანგელოზი მიქაელი. მეთქი იოსის არა, იყო ჩანს. ეგ არის. ბრავო! მე ახლა უკიმერიოს დაიკავა სათამაშო სივრცე. ბატონო ალექსანდრე. ისმენთ ბატონო. დავატრიალოთ ზია და მანამდე კი ბატონ ალექსანდრეს ვკითხოთ, რას ფიქრობს ფინალის ამ წესით ჩატარებაზე. ზოგადად და თუ ისურვებდა სხვა დროსაც სხვა ფინალებიც ასე ჩატარებული იყო. მოკლედ ისაუბრეთ ფინალის შესახებ. პირველად თამაშობას ეს ფორმაზა უცნაურია, ჯერ არ ვიცი, რომ დამთავრდება მე გეკითხო. როგორ წარიმატეთ? რაზეა დამოკიდებული? შედეგზე სიამოვნების მიღებაზე. ძალიან სუბიექტური გზადებით ბატონო ალექსანდრე. არ ვიცი რამდენად გამოგადგება, ალბათ უფრო გამოგადგება ვიდრე არ გამოგადგება. აი, ნახოთ, იქნება თუ არა ირგვლიანი შეკითხვა ქიმერიონის თამაშის პირველი შეკითხვა. მანამდე კი ანგარიშს შეგახსენებთ. ერთით-ერთი არავის სასარგებლოდ. ალბათ ხო, გაჩნდა უკვე კითხვა. მოგეხსენება ჩვენი კითხვების კატეგორიები ეს არის დიდი ნაწარმოებები თავის ორიგინალ ენაზე, სათაურები. ეს უცნაური იეროგლიფები არის გილგამეში და ამოვიდა შეკითხვა გილგამეში. მოემზადეთ შეკითხვისთვის. ჩაიწერეთ. მესამე შეკითხვა. ანიმაციურ სერიალში ამერიკელი მამა თავარი პერსონაჟი იმედგაცრუებულია თავისი შვილით. რადგან მან შეიტყო, რომ ის ამ შვილი აპირებს გახდეს კოსმონავტი. ყურადღება, კითხვა. დასახელეთ რა პროფესიის არჩევას ელოდა მამა შვილისგან დრო? ასტრონავტი ქვია ამერიკულად, რა კოსმონავტი ისურია, და შეიძლება. იგი ამერიკასთან რაღაცა გადაობა რა. აი, ასტრონავტი ანიმაციური სერიალი პრეზიდენტის ფილმი უნდა პრემიეტია რა. ხო, რა ამერიკელი მამა იმედგაცრუებულია უბრალოდ შვილს. ამერიკასთან ამერიკელი მახასიათებელი რა არის პრეზიდენტი იმედგაცრუებული ხარ უნდა იყოს და ასტრონავტია ამერიკელი. ხო, ხო. აი, სხვა რამე შეიძლება. აი, შეიძლება კოსმოსში არ უნდა ხო, მართლა კოსმოსზე რა. კოსმოსზე ამ ყველა ამერიკელი ბავშვი, ყველა ამერიკელი ბავშვი რა უნდა რაღაცა. პოლიციელობა ხო არა.
პოლიცია მათ გორის შეიძლება რა. კიდე იმედი რომ გაუცხოა შეიძლება. იმედი გაუცხოა კოსმოსში არ უნდა და მაგრამ ყველა ამერიკელმა სუპერ გმირი ხო არა არა. შეიძლება ასტრონომი ხო არა არა ზარჩდება რა ეგ კაი ვერსია. დროა მოიწურა ბატონო ალექსანდრე გისმენთ. ბატონი ჯაბალოვანზე პასუხებს. ბატონო ჯაბა გააგონეთ თქვენი მედიას სწორი პასუხი დარბას. ალბათ მამა ელოდა რომ აირჩევდა ასტრონავტობას და ამან აირჩია კოსმონავტი ანუ ასტრონავტის საბჭოთა შესატყვისი. რომელიც აბსოლუტურად ერთდაიგივე პროფესია, უბრალოდ ასტრონავტებს ეძახდნენ ამერიკაში და კოსმონავტებს საბჭოთა ქვეყნებში. გასაგები. კარგი, მოისმინეს სწორი პასუხი. შვილი სიუჟეტის მიხედვით გაიზარდა საბჭოთა კავშირში და ამ გავლენის გამო ეს სიტყვა ახსენა კოსმონავტი და არა ასტრონავტი. ეს სწორი პასუხია. აგარიში მოვით ერთი. არ ვიტყვი ვის სასარგებლო. ილოცავთ ბატონო ალექსანდრე. ყოველ შევახსენებ წინა თამაში როგორ დაიწყეთ. ანუ მართლა მაინტერესებს. არ მახსოვს. თუ არ ვწდები პირველი გოლა ავიღეთ წინა თამაში. იმედია იგივე არ გამეორდება, თორემ წარეთ გვახსოვთ ერთ კლუბს. კარგი, დავატრიალოთ ბზრიალა და ნახოთ რა იქნება ჩვენი მეოთხე შეკითხვა. ბატონო გიორგი თორმანიძე. თქვენთან არის ასეთი შეკითხვა შემოსული თქვენი აზრით სხეულის რომელი ნაწილი გაქრება 100 საუკუნის შემდეგ დაახლოებით? რომელი ნაწილი გაქრება უფუნქციო ადამიანისთვის? ალბათ ფეხები. ფეხი. რატომ? იმიტომ რომ გონია გადარჩული იქნება ადამიანი აი მაქსიმალურად გამარტივდება ცხოვრებაში. ანუ ნორმალი იქნება ეს რაც. სხვაშორის მე ვიცი რომ ადამიანს რომელსაც უკვე აღარ ჭირდება ფეხი. არაფერში. კარგი. კარგი. ნახოთ არის ჩვენი მეოთხე შეკითხვა. მასკი გადავჭით. შემდეგი შეკითხვა არის ენეიდა. ახლა იქნება თუ არა რომაული თემატიკა. სულხან საბა ორბელიანის ნაწარმოებში სიბრძნე სიცრუისა. კითხულობთ ერთ ასეთ მხატვრულ წინადადებას. ჩაიწერეთ თუ გნებავთ ციტატას დავიკითხავ. ოდეს შავთა უფსკრულთა ფარდაგი ცეცხლისა ალისა მსგავსითა შუქითა დაიხივა მისნი მოციქულნი ხმელსა გამოუგზავნა. ყურადღება კითხვა. მითხარით ერთი სიტყვით რა მოვლენაზეა საუბარი დრო? ადამიანზე პასუხს იღებს ბატონო ალექსანდრე. გისმენთ? ჯაბალოვანზე პასუხებს. გისმენთ ბატონო ჯაბა. ანუ ჭერკა ქუხილის შემდეგ წვიმას გავს. რა წვიმა უნდა იყოს? ცეცხლის ალი. წვიმა. ნუ ელვა და ბატონო კაპიტანი, მივიღო ეს პასუხი. კი ბატონო. მე მაინც ვცადე. მოისმენთ სწორი პასუხი. ოდეს შავთა უფსკრულთა ფარდაგი. რა თქმა უნდა არის ბნელიცა. ცეცხლისა ალისა მსგავსისა შუქითა. ცეცხლის სინათლის მსგავსი შუქით დაიხივა, ანუ დაიხა. მისი მოციქული მოციქულები უпростоრად ხმელეთზე გამოაგზავნა. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, როცა ბნელი ცის ფარდა დაიხა, სინათლემ თავისი მოციქულები მიწაზე გამოაგზავნა. სწორი პასუხი არის დილა, ბატონო ალექსანდრე. ამხაროა რომ იჩქაროთ. არ მეგონა ნამდვილად. კარგი, მუხას აზარი დაждდეს თუ შეიძლება სათამაშო მაგიდასთან.
დავატრიალოთ სრიალა, მანამდე კი კაპიტანს თქო წარმატება უსურვოს ვრცელი ტექსტით დანარჩენ გუნდებს. გისმენთ ბატონო კაპიტანო? გისურვებთ თანაშემო გუნდებო წარმატებას. დანარჩენი გუნდების წარმატება თქვენი წარმატებაა ბატონო ირაკლი მინდა გითხრათ. კარგით. შევამოკლოთ სრიალას ისე ვთქვათ იქი სარბელი და ახოთ შულს. არის ჩვენი მეხუთე შეკითხვა, ეს არის ფაუსტი. ძალიან საბედისწერო ნაწარმოებია, შეიძლება ითქვას, ნახოთ საბედისწერო ქულად გვიქნება თქვენთვის ბატონო კაპიტანი. ამ სინდრომს გამოგონილ აშლილობასაც უწოდებენ. ეს ერთგვარი მენტალური აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანი შეგნებულად იგონებს ან ხელოვნურად იწვევს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიური დაავადების სიმპტომებს და ამას აკეთებს არა მენტალური სარგებლის მისაღებად, არამედ ყურადღების მისაპყრობად, რომლის დროსაც ადამიანი აჭარბებს ან ხელოვნურად ახდენს დაავადების სიმპტომების გამოვლინებას, რათა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, მკურნალობა, ჰოსპიტალიზაცია და ოპერაციაც კი ყურადღება კითხვა. დაასახელეთ სინდრომის სახელწოდება, დრო. ვადამდელი პასუხი ბატონო. ვადამდელი პასუხი გინდათ შემოუნახოთ დანარჩენ გუნდებს ბატონო ირაკლი? გვინდა. ძალიან კეთილი ბრძანდებით. გისმენთ? ანა ანთიძეო პასუხებს შევა. ბატონო ანა, ჩვენ გვახსოვს თქვენი ბრწყინვალე თამაში წინა. ხო, წინა თამაშებში თქვენი გამწყინება გისმენთ? ჩემი აზრით ეს სინდრომი არის მიუნხაუზენის სინდრომი. რატომ? იმიტომ რომ მიუნხაუზენი თვითონ ნაწარმოებში იყო ყურადღებისთვის აკეთებდა ყველაფერს და იყო ერთი აფერისტი ადამიანი. აფერისტი ყველაფერს. აი საუბარი არის ავადმყოფ ადამიანებზე და არა აფერისტებზე, მაგრამ ეს სწორი პასუხია. ეს არის მიუნხაუზენის სინდრომი, როდესაც მიუნხაუზენი იგონება თავის თავზე თავგადასავლებს ხუით ისე იგონებენ ასეთი პაციენტები ყურადღების მისაქცევად სხვადასხვა სიმპტომს. ყველა გუნდმა მგონი პირველი კითხვა აიღოთ, სწორად მახსოვს. რაღაცა ასწავლი დღეა, სამაგერად მეორე აიღეთ ბატონეოს. გამოგიშალოს. კარგი, დავატრიალოთ სრიალა. ახლა მაკითხები გვაქვს შემოსული მანამდე. ბატონი ალექსანდრე არის გუნდში. თუ სწორად მახსოვს. სწორად მახსოვს. მაშინ ბატონო ალექსანდრე, თქვენთან არის ასეთი შეკითხვა, რომელი თამაშის პერსონაჟი იქნებოდითო და რატომ? ჩემი აზრით ძალიან კარგი პერსონაჟი არის თუ კანაცის თამაში God of War არის. ცოტა ხმავარდა თუ შეიძლება არის ის უკან. ჩემი აზრით ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პერსონაჟი როგორც ძალით ასევე თავისი ისტორიით არის God of War-ის პერსონაჟი კრატოსი და ჩემი აზრით მე ეს პერსონაჟი მომიხდებოდა და მინდა რომ ვიყო. ძალიან კარგი. აქ კარგად არის ის და კიდევ უფრო დამაინტერესა რა პერსონაჟი თქვა ასეთი ტაში რო გამოიწვია დარბაზში. მე უყურებ ამ ჩანაწერს და გავიგებ აუცილებლად. შემდეგი კითხვა კი ამოვიდა ოდისეა. კარგით. ჩაიწერეთ, სხვა შორის ბერძნული თემატიკა ურევია ამ შეკითხვაში და კატეგორიასთან არის მინი პარალელი. თუმცა ეს დიდ მიშება სამიც. კარგი. ყურადღება მეექვსე შეკითხვა. არისტოტელეს აზრით 5000 ადამიანზე მეტი არ შეიძლება იდეალურ სახელმწიფოში ცხოვრობდეს. შეიძლება მარკ ცუკერბერგიც ასე ფიქრობს, რადგან მის მიერ შექმნილ სოციალურ ქსელში მხოლოდ 5000 ადამიანის შემოკრება შეგვიძლია.
ეგრეთ წოდებულ Facebook მეგობრად. თუმცა საინტერესოა, რომ არისტოტელემ ეს რიცხვი კონკრეტული მიზეზით დაასახელა. განსხვავებით ცუკერბერგისგან, რადგან ბატონ მარკს შეეძლო და შეუძლია ამ რიცხვის თქვა გაზრდა. შემოკლება უფრო ნაკლებად ლოგიკურად. კარგი. მე სახელმწიფო ვატყობ მოთამაშეებს, რომ მათთვის ეს ინფორმაცია ახალი არ არის. დავუსვათ კითხვა. რატომ ფიქრობდა არისტოტელე ასე დრო? მე ვიცი რომ იმიტომ თქვა რომ ისო რა ქვია. ყველა შეიძლება სწორედ ყველა ის ნაცნობი იქნება, მაშინ კრიმინალისტების დაიწყო. არა. კაი 5000 ადამიანი რატო შეიძლება? 5000 ადამიანი. შეიძლება ვიცი რა, კიდე შეიძლება იყოს რომ 5000 ადამიანზე ნაკლები თუ იცხოვროს ქვეყანაში, მაშინ ნათესაობი იქნება ყველა. მე საგვარეს ამ რაღაც მათემატიკურია. არა. უფრო იქნება. ანუ ჯამი ის არა. ვერ გამრავლდება. მეტი არ უნდა იყოს ვიდეო. 5000-ზე მეტი არ იქნება იდეალურად. აუ. ახლა ეგ რა არა. შეიძლება რაღაცა იმის არმია შედგებოდა რაღაცა და ისმის ჯერალი იყო რაღაცა. კაი რაც ხონდა ჯობია ერთქონა. აუ არა ვიცი ეგ რა თქმა უნდა. დრო გამოიწურა ბატონო ირაკლი, გისმენთ, ვინ უპასუხებს? თავად ვასუხებ. გისმენთ. ძალიან კაპიტალური გადაწყვეტილებაა სხვათა შორის. არისტოტელეს აზრით 5000 ადამიანი იყო საკმაოდ ოპტიმალური ვარიანტი, ყველა ადამიანი ერთმანეთის ნაცნობი რო ყოფილიყო, შესაბამისად დაეცემოდა კრიმინალის დონე ქვეყანაში. და გარდა ამისა 5000-ზე ნაკლები იმიტომ არ შეიძლებოდა, რომ მოსახლეობა ვერ არა ნაკლები. იმიტომ რომ მოსახლეობა ვერ გამრავლდებოდა ისე რომ გენების არევა არ მოხდარიყო. ლოგიკური პასუხია სხვათა შორის. ათელებს ქოლათ ამის პრეტენზიები, სხვებზე უკეთესები იყვნენ. ამიტომ შეიძლებოდა ეს პასუხი პასუხთან ახლოს ყოფილიყო. თუმცა სწორი პასუხი ჟღერს ასე. ბატონო ირაკლი. აქ საუბარი იყო იმაზე, რატომ მაინც და მაინც 5000. იმიტომ რომ აგორაზე მეტი ადამიანი არ ეტეოდა. ეს არის სწორი პასუხი. აგორაზე ზუსტად 5000 ადამიანის ადგილი იყო. შესაბამისად ის ფიქრობდა, რომ რამდენი ადამიანიც აგორაზე მიდის, ადგილს იკავებს, კამათობს და ასე შემდეგ, ისინი უნდა იყვნენ იდეალურ სახელმწიფოში, რადგან ისინი არიან მოაზროვნეები. დარჩენის ადგილი იდეალურ სახელმწიფოში მისი აზრით არ არის. კარგი, გთხოვთ, დაუწყოთ სათამაშო არენა გუნდ თამადას. დავატრიალოთ სერიალა. ხმითქინა. სხვათა შორის ყველაზე დიდხნიანი პაუზა გააკეთა ამ გუნდმა, რადგან სეზონის დასაწყისში ითამაშა პირველი თამაში, გახსნა სეზონი და შემდეგ ფინალამდე აღარ უთამაშია. მოგენატრა თუ არა ამ მაგიდასთან ჯდომა, ბატონო კაპიტანო. მოგენატრა და ველოდებით ბესელუშის გავიწვოთ. თამაში დროულა გასთავარებს. ძალიან კარგი. მოკლედ სტატისტიკა გვაქვს არაჩვეულებრივი. ყველა თამაში დასრულდა 1-1. და ვნახოთ თუ გაგრძელდება ეს სტატისტიკა ბოლომდე. ამოვიდა დონ კიხოტი. მოისმენთ შეკითხვა დონ კიხოტი. ანუ რიგით მე-7 შეკითხვა დღევანდელ ფინალში. ერთ ონლაინ მაღაზიაში არსებობს ასეთი ერთგვარი კატეგორია, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე ერთეული პროდუქტია წარმოდგენილი. რადგან მასში არსებულ პროდუქციას ძალიან იშვიათად მოიხმარენ ზრდასრული ადამიანები. ამ კატეგორიას ეძახიან
X-ის ზომას. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ X-ი თუ გეტყვით, რომ ის ყველასთვის ცნობილი პერსონაჟია, დრო. შეიძლება გვილეული მოყვება და ხო და პეპიკ ძელის იმენა ცნობილი რა. ვაიმე ვერ ვიხსენე. ბლეკი რომ მონაწილეობს პატარავდება პერსონაჟი პატარავდება? ხო, პატარავდება, რას ხო ბეჯამი ბატონი. არა, არა, რაშუაშას დასული კითხულობს ბატონი. რამე ისეთ ბავშვის დასული. ბიჭო, პროდუქტს მოყვება რაღაც ესეთი რომელიც ხო, რა სათამაშო შეიძლება ან ბავშვები სამყაროში არის პოსტები. ალისა არა, კაცი რო ბლეკი. არა. ზომა გვინდა რა? ზომა რაშუაში მე დავწავებ. გემით რო წავადო სხვა სამყაროში ვიხრი. არ ვიცი ბიჭო. კიდე ვინ არის? გემით რო წავადო ბიჭო მოყვება საკარასამსხო რა ქვია? გულივერი. არა, მე გულივერი რა ბოსატებიც კითხულობენ ბავშვები. ხო, მაგრამ ეხლა გიგანტი. გულივერი კაია. ხო, კაია. გულივერი ხო. ხო, მაგრამ ხო შეიძლება ბავშვაში კითხულობ და მე აღარ კითხულობ რა, რაღაც გინდა. ბავშვებთან საიქცია უნდა მოცო. ონლაინ მაღაზია, ონლაინ მაღაზია. უნდა მოცო. ის ჰობიტი არის, ტოლკინი არის, ტოლკინის მოვა. შეიძლება რა, დიდი. პატარა გულივერი უფრო ცნობილია ხო, რა ვიცი. მაგრამ პატარა არ უნდა იყოს პირიქით. დრო ამოიწურა ბატონო ნიკოლოზ მინუპასკოს. ბატონი ანდრი ჩხაიძე შეიძლება. ბატონო ანდრი ისმეთ. ნუ თავიდან ვფიქრობდი გულივერს. ანუ ვიხსენებდი უпроსორად. ბოლოს ისე მივედით მაინც და ვიხსენებ და ვფიქრობ რომ შეიძლება იყოს გულივერი. მაგრამ ამდენად სწორი არა. ბატონო ანდრი, სხვაშორის, ნუ ბევრ ფილტრში ჩდება ეს პასუხი, მაგრამ აქ იყო ერთი ასეთი ფილტრი, ზრდასრული ადამიანები იშვიათად მოიხმარენ ასეთ კატეგორიას, ანუ ასეთ ზომას, რადგან პირდაპირ აქ X-ის ზომაზე ვსაუბრობთ. თქვენი პასუხი სამწუხაროდ ამ ფილტრში არ ჩდება, პასუხი კი ჟღერს სხვანაირად. აქ საუბარი იყო არა დიდ ზომაზე, ბატონებო, არამედ პატარა ზომაზე. თუ გეტყვით რომ ეს პროდუქტი იყო ფეხსაცმელი, სწორი პასუხია კონკიას ზომა. 4-3 დაწინაურდა ბატონი წამყვანი იუროზე. ბატონ წამყვანი. ხომარა ბოსარდობა და შოში. აგიც დავატრიალოთ სრიალა, კაპიტანმა გაავხნეოს ზოგი. ახარო და საბრძოლოდ ემსადონ აღიჭურვონ. კარგი, ბატონო ლუკა, თქვენ წინა თამაში არის ყოფნებოდით, ამიტომ თქვენთან საინტერესო შეკითხვით ვერ გადმოვედით. ახლა გადმოვალთ, ვისარგებლებთ მომენტით. მიმართულება რომ იყოთ, რომელი მხარე იქნებოდით? ახლა უნდა დასავლეთის მიმართულება. დასავლეთი რატომ? ჩვენგან დასავლეთით უფრო კარგი სიტუაციებია მე სხვა მხარეს. ძალიან კარგი, ჩვენს პოლიციურს და საზოგადოებას მოეწონებოდა ეს პასუხი. ნამდვილად. აღმოსავლეთში რაღაც შეკითხვა რომელი თემატიკის გირჩევნია, დასავლური თუ აღმოსავლური? ან იქნებ ჩრდილოური ან სამხრეთული? შეკითხვას არა. მე რო თქვენს ადგილას ვიყო, ვპასუხებდი აღმოსავლეთს. კარგი, გავაჩეროთ მზრიალა, მაგრამ მე არ ვარ თქვენს ადგილზე, ამიტომ არავინ არ მეკითხება მაგას. სასწაული მოხდა მაგასთან. რადგან ავიდა სუპერ ბლიცი, ბატონო კაპიტანო. ეს დაბალი არა იმედი ხوارი შეიძლება. რადგან ქვენზე მოვიდა მაინც ეს ტვირთი. ვინ დარჩება მაგიდასთან ჩემ წინააღმდეგ? მაგიდასთან დარჩება დავით ცალს. ამიტომ ეს ბატონი დავითის სულის კადეტის ოთახისკენ შეიძლება. წინასწარ გთხოვთ, ხმამაღლა არ იმსჯელოთ არც დარბაზმა და არც გუნდმა. ვაცალოთ დავითს. არის ბატონო დავით. ჩვენი დღევანდელი სუპერბლიცი შედგება ტრიადებისგან. სამეულებზე არის საუბარი. სხვადასხვა სფეროში შეიძლება იყოს, რომლებიც ძალიანაც თემატურად არის დაშორებული. იმედი მაქვს ტრიადების შესახებ. გსმენიათ,
სხვადასხვა ტრიადების შესახებ. დარბაზს ხო სიჩუმის შენარჩუნებას და ყურადღება პირველი შეკითხვა. პროექტორზე არ გამოისახება პირველი შეკითხვა. ზიგმუნდ ფროიდი თავისი ანალიზიდან გამომდინარე ამბობდა ასეთ რამეს, კითხულობ ციტატას. მე მესამე კოსმოლოგიური შეურაცხყოფა მივაყენე კაცობრიობას. ესე იგი ზიგმუნდი ამბობდა მე მესამე კოსმოლოგიური შეურაცხყოფა მივაყენე კაცობრიობასო. შეკითხვა კი ჟღერს ასე. დაასახელეთ წინა ორი ევროპელი მეცნიერი, ვინც კოსმოლოგიური შეურაცხყოფა მიაყენა კაცობრიობას დრო. დრო ამოიწურა ბატონო დავით. გისმენთ. დარბაზს თხოვ სიჩუმეს, გუნდი შეტრიალდეს. ბევრი ვერსია მაქვს, მაგრამ რადგან შევაწყობაზე მიდია საქმე, ერთი შეიძლება იყოს ჯორდანო ბრუნო, რომელიც ამტკიცებია. და მეორე შეიძლება იყოს მაგელანი შეიძლება. კარგი, ბატონო დავით. ზოგადად როგორ გესმით ეს კოსმოლოგიური შეურაცხყოფა კაცობრიობისთვის? რაღაც ისეთი აღმოჩენა რაც ეწინააღმდეგება კაცობრიობას. ბრუნო ჯდება და მაგელანი სხვა ვერსია. ეწინააღმდეგება და პატივმოყვარეობას ულახავს კაცობრიობას. ზიგმუნდ ფროიდმა ასეთი თეორია გამოიტანა, რომ ადამიანის მთელი შემოქმედება, რაც მას გონია, რომ რაღაც ზეციური და ღვთაებრივი ნიჭია, ეს უბრალოდ სექსუალური და აგრესიის ფანტაზიებია და მეტი არაფერი. თვლიდა, რომ კაცობრიობას ამით ცილა გააწნა, ხოლო ფროიდამდე კაცობრიობის ეგოიზმი ან თქვათ პატივმოყვარეობა შელახა ჯერ ნიკოლოზ კოპერნიკმა, როდესაც თქვა, რომ სამყაროს ცენტრი არა დედამიწა, არამედ მზეა. და მეორე იყო ჩარლზ დარვინი, რომელიც ამბობდა, ხის ჩაბერილი სული კი არა, უბრალოდ მაიმუნების თავმოყრები ვარ, შემთხვევით არბიტრარული. დიდი მადლობა ბატონ დავითს, მასზე გადაწყვეტა ეს ჯოხი, რადგან სუპერვიზიის ძალიან რთული შეკითხვა იყო ჩემი აზრით, მაგრამ ანგარიში არის 5-3 წამყვანის სასარგებლოდ. ახლა კი ხო მე ვიდი ვიცის დაიჭიროს სათამაშო მაგიდა. მოიწყვეთ ბატონებო, მოიწყვეთ. თქვენ ორივე შეკითხვას უპასუხებთ. მაშინ ანგარიში გათანაბრდება, რასაც მთელი დარბაზი ელის. ალბათ ისე ძალიან მაინტერესებს დარბაზში ვინმე თუა ჩემკენ. დავანა არიან ადამიანები. მადლობს ბატონებო, მადლობს. მაშინ გავაკეთე. აპლოდისმენტები ჩემგან. ani დავატრიალოთ ზრიანა და ვნახოთ თქვენი მე-9 შეკითხვა რა მოვა. მანამდე კი ბატონო მირზა, ბატონო კაპიტანო, ჩვენ უკვე ამ ფორმატში საუბრის გამოცდილება გვაქვს ეს ბედნიერება. ახლა კი ვიპასუხეთ ო ჰენრის რომელი მოთხრობა იქნებოდით, რომ შეგეძლოთ სახეზე შეგეძლოთ, რომ ო ჰენრის დიდი გულშემატკივარი არ ხართ, მაგრამ ეს იმდენად გიყვარს, რომ ვერ აარჩევთ თუ იმდენად არ გიყვართ, რომ არ აარჩევთ. მეორე. კარგი, ნახოთ რა მოვა ჩვენი შემდეგი შეკითხვა. რიგით
მეცხრე Notre-Dame de Paris. შორის თავიდანვე ველოდებოდი ამ კატეგორიის ამოსვლას ეს ღვების თქმა განსაკუთრებით მომწონს. კარგით. არის ეს ღვთისმშობლის ტაძარი? არის შემდეგი შეკითხვა. ყურადღება მეცხრე შეკითხვა. ნაწარმოებში მობი დიკი, ჰერმან მელვილი, ანუ ავტორი ასეთ რამეს ამბობს. კითხულობ ციტატას. საბოლოოდ ყველაფერი მაინც თქვენს განწყობილებაზეა. თუ X-ის ხასიათზე ბრძანდებით, თავარანგელოზები მოგელანდებათ. ხოლო თუ Y-ის მაშინ საპირისპიროდ დემონები. სინამდვილეში მათ, ანუ X და Y-ს 22 საუკუნე აშორებს ერთმანეთისგან და კეთხვით რომ არც ერთს უნახავს მხოლოდ ანგელოზები, მხოლოდ მთავარანგელოზები და არც მეორეს უნახავს მხოლოდ ეშმაკები. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ X-ი და Y-ი დრო. ვინმე იდეა იყო იესო ქრისტემდე ვინმე ხმარი იყო ისეთი რომ ანუ ძალიან წმინდანი იყო და მე ვინმე ისეთი იყო ძალიან დაცემი იყო ადამიანს იუმორი, კომედიის სიცილიის ანგელოზი და ეშმაკი ტრაგედია და კომედია. დრო ამოიწურა ბატონო მირზა, ვინ უპასუხებს? დრო ამოიწურა შეწყდა კამათი. ბატონო კაპიტანო, ვინ უპასუხებს? ნიკა პირველად შეიძლება პასუხს რომ კითხვა ავიღოთ. კითხვას გავუყევარებ ბატონო ნიკას. დარბაზ თქო სიჩუმეს და ბატონო ნიკასთვის მეორე შეკითხვას. ნაწარმოებში მობი დიკი ჰერმან მელვილი ამბობს ასეთ რამეს ციტატას ვკითხულობ. საბოლოოდ ყველაფერი მაინც თქვენს განწყობილებაზეა. თუ X-ის ხასიათზე ბრძანდებით, თავარანგელოზები მოგელანდებათ. ხოლო თუ Y-ის, მაშინ დემონები. სინამდვილეში X-სა და Y-ს 22 საუკუნე აშორებს ერთმანეთთან და სინამდვილეში არც ერთს უნახავს მხოლოდ მთავარანგელოზები და არც მეორეს მხოლოდ ეშმაკები. ბატონო ნიკა, გამისახელეთ X-ი და Y-ი. ისმენთ. არ გაქვთ პასუხი როგორც ვთქვი. არ გაქვთ პასუხი? ბატონო კაპიტანო. ტრაგედია და კომედია იყო. კომედია და ტრაგედია. ტრაგედია და კომედია. სინამდვილეში საუბარი იყო ადამიანებზე. ნუ დემონების ნახველი და თან კომედია, რა ვიცი, თქვენ დანტე ალიგიერი უნდა გახსენებოდა ფიქრობ. Y-ი რომლის ხასიათზე ყოველ შემთხვევაში დემონები მოგელანდებათ, ეს არის Y-ი, ხოლო X-ი, რომელსაც მხოლოდ მთავარანგელოზები არ უნახავს, ეს არის ესაია, წინასწარმეტყველი. X-ი ეს არის ესაია, Y-ი ეს არის დანტე. ასე თქვა მელვილმა. სრიალაში ნამდვილად არ გაგიმართლათ, ბატონებო, რთული კითხვა ამოვიდა.
კარგი. არა უშავს. შეგიძლიათ ამოასწოროთ მეორე შეკითხვაზე. დავატრიალოთ ბზრია და ნახოთ რა იქნება მეორე შეკითხვა. ბატონო ზაზა, თქვენთან არის შემოსული ასეთი შეკითხვა. მცენარეთა სელექციური გადარჩევის მიჩურინისეულ პრაქტიკაში იგრძნობა თუ არა დარვინისეული utopia მთელისა და ნაწილის დესტრუქციული ურთიერთკავშირის დისონანსური ფაზლით. კი, ბრავო. ბრავო. ძალიან დასკვნები. ო, იდეაში თქვენ ეს არ უნდა გწოდოთ, მაგრამ გწოდნიათ. შემდეგი მეათე შეკითხვა, ეს არის ჰამლეტი. კარგით, მოისმინეთ მეათე შეკითხვა. არსებობს ქრიზმა, რომელიც მაცხოვრის ნიშან სიმბოლოს წარმოადგენს. ანუ ასე იწერება ქრიზმით მაცხოვარი, ანუ ნიშან სიმბოლო ესეთია. იგი ქრისტეს სახელის პირველი 200-ოსგანაა მიღებული. ესე იგი, ჩაიწერეთ ქრიზმა, როგორ იწერება? ბერძნულად. პირველი არის ინგლისური X. ეს უბრალოდ ფორმა რომ გიკარნახოთ, თორე ინგლისურია კანაფრშვაშია. მეორე არის I. ეს X-ი, ანუ პირველი იკითხება როგორც ხი ბერძნულად, ხოლო მეორე ასო იკითხება როგორც რო. ასე იწერება მაცხოვრის ქრიზმა ბერძნულად. ვაგრძელებ შეკითხვას. ზოგჯერ ამ მონოგრამას მარცხნივ და მარჯვნივ ორ ბერძნულ ასოს უმატებენ ხოლმე. რითაც ეს სიმბოლო აპოკალიფსისის ტექსტთან იწვევს ალუზიას. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ ეს ორი ასო თავში და ბოლოში დაწერილი გნებავთ ბერძნულად, გნებავთ ქართულად დრო. რომელიმე ასო ხო არა რომ ამათი გაერთიანებით ან რამე ქრისტიანულ სიმბოლოზეა საუბარი და ასეთი პერიოდი და თეოსის და ათის ომეგა ბოლოა ეს ამ ფორმა შედგეს ხიდარო და სიტყვა ფორმა იყო. ძველი ქრისტიანულ სიმბოლოზეა საუბარი და რომაული მასში არის. დრო ამოიწურა ბატონო კაპიტანო, დრო ამოიწურა ვინ უპასუხებს? ბატონო მირზა, ხობს დაიცოს ჩვენს კლუბში არსებული წესი. ვინ უპასუხებს? სხვათა შორის პირველი შეკითხვა აღნიშნე, რთული მოგიწევს, მეორე შეკითხვაზე იგივეს ვერ ვიტყოდით. ო, ჩემი აზრით. უპასუხებ ბატონო წამყვანო, თუ შეიძლება. თავად უპასუხებ. დიახ, კითხვას გავიმეოროთ. კითხვას გაგიმეორებ. ესე იგი, არსებობს ქრიზმა, რომელიც წარმოადგენს მაცხოვრის ნიშან სიმბოლოს. იგი ქრისტეს სახელის პირველი 200-ოსგანაა მიღებული. ეს არის ხი, როგორც ჩაგაწერინეთ, და მეორე რო. ზოგჯერ ამ მონოგრამას მარცხნივ და მარჯვნივ, ანუ თავში და ბოლოში, ორ ბერძნულ ასოს უმატებენ ხოლმე. რითაც ეს სიმბოლო აპოკალიფსისის ტექსტთან იწვევს ალუზიას. თქვენ უნდა მითხრათ ეს ორი ასო, რომელსაც თავში და ბოლოში უმატებენ ხოლმე ქრისტეს ქრიზმას, გნებავთ ქართულად, გნებავთ ბერძნულად. ეს უნდა იყოს ალფა და ომეგა. რატომ? დასაწყისი და დასასრული. კარგი, მიღებულია ალფა და ომეგა. აპოკალიფსისის ტექსტთან ალუზიას რაც შეეხება, თავად ქრისტე ამბობს ასეთ რამეს.
მე ვარ დასაწყისი და დასასრული. მე ვარ ალფა და ომეგა. შესაბამისად, ეს სწორი პასუხია. ქართულ განათლების სახარებაში იონაერა შეგვეძლო ხოთვა არი და ხოე. მადლობთ ბატონებო. გასვაგით. დაგვიბრუნდეს ჯგუფი, გუნდი, უბრალოდ ქსენოფობია გოიმობა. ანგარიში ამასობაში არის 6-4. ვიქნები საკმაოდ ბოროტი დავიტყვი რომ კლასიკური რო ყოფილიყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა უკვე გამარჯვებული იქნებოდი. თუმცა არა უშავს ეს ასე არ არის. კარგი, დავატრიალოთ ზრიალა და მანამდე ბატონ თორნიკეს მინდა ვკითხო ბატონო თორნიკე რომელ გამოგონილ ლოკაციაზე იცხოვრებდით? მეთან არის ასეთი შეკითხვა შემოსული. არჩევი საქართველოში და ვიქნები ლამაზ ქალაქის რატომ აიც და მაინც ლამაზ ქალაქი პატრიოტული ესეთი მომეძახა. იქვე კარუდოსი ან მაინც ალესანდროსთან ვიქნები. ამორა კარუდანჭიკას უძავოი. ალესანდროსთან. დააფიქრეთ, საუბარი დააფიქრეთ ნამდვილად. გავაჩეროთ ზრიალა. სანამ გრამატიკაში შევავთ და სამოსელი პირველი ბატონო თორნიკე არა ჩაულებრივი წინადადება გაქვს. შეგვიძლია დადებითად გამოვიგეროს წინადადება. შეგიძლიათ თქოს. კარგი, მოისმინეთ შეკითხვა. სამოსელი პირველი ამ ცნობილი მეცნიერის სახელობის ნაკლებად ცნობილ პრემიას ორ შემთხვევაში გასცემენ. პირველი ეს არის ყველაზე სულელური და აბსურდული სიკვდილისთვის. მეორე, ვინც უაზრო მიზეზის გამო დაკარგა შვილის ყოლის შესაძლებლობა და ამით მსოფლიო განვითარებაში დადებითი წვლილი შეიტანა. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ მეცნიერი, რომლის სახელიც ქვია ამ პრემიას დრო. არა, ორივე ისე იგივე სადამს. ანუ ერთი ხო არის. ყველაზე სულელური სიკვდილი და ყველაზე ერთი და იგივე მეცნიერის სახელობის ხო არის? ხო. ერთი არ უბრალოდ შეკავდა. აი, დარვინი კიდე? მეცნიერებზე კიდე მე იყო მაგას. ან გაიგია რომ კონკრეტულად იცი ფაქტი რომ ამ ასე გასიკეთებს. ან დარვინის მე ყველა სულელური სიტყვაზე გამიგია რომ დარვინის პრემია. აი, ყველა სულელურ გამოგონებაში ყოველ გეტყვიერება. არის ეგეთი პრემია. კაი, კიდევ ის შეიძლება რომ სულელური გამოგონება. ლიტერატურული მახსენდება. მეცნიერების შეიძლება იყოს სხვა. ყველაზე ცნობილის ნაკლებად დარვინის ყველაზე სულელური სიკვდილი და ყველაზე რაღაც შესაძლებლობა რამაც წვლილი შეიტანა დადებითი ვინმე შევარგონდა. დარვინი მაგარი არა. ავიღე დარვინი ახლა. გადავდეთ კიდე. ვინმე ხო არის კონკრეტულად ასე ჩავდაემართა. მაგალითად ის ნიუტონი მაგალითად რა ვიცი. ნაკლებად ცნობილი და ინფორმაციული განათლება. ნიუტონს ყოველ შემთხვევაში ემართებოდა. მაგას. დრო ამოიწურა ბატონო კაპიტანო ვინუპასულის. ის ბატონ სამყარო. ჩვენ ხო ვაგებთ და სწორი ვერსია იყო. აგერთ, მაგრამ სავაგერო წუთი გაქვს. წუთი დავემატოთ გირჩევთ? არა, მე ამას არ ვაყო. ხო, არა, სწორი ვერსია გქონდათ, რაც სამართლიანია. არა მგონია რომ უკეთესი ვერსია მოგვიდეს, ამიტომ მოდი უპასუხოს ნიკა მალაზონი. კარგი, ბატონო ნიკა გისმენთ. გამიგია კიდეც და მედოვნებს ორივე მართალია არის დარვინის პრემია არის. და რატომ გასცემენ ამ მეცნიერის სახელზე რატომ გასცემენ ყველაზე სულელური და აბსურდული სიკვდილისთვის ან უაზრო მიზეზით შვილის დაკარგვისთვის შვილის ყოლის დაკარგვისთვის მოდი ნუ გამოვიყენოთ ოროტა ჩამოთმენებას კარგით ეს სწორი პასუხია ეს მეცნიერი იყო ჩარლზ დარვინი როგორც დავადეთ შენიშნეთ ის დასაწყისშივე გილოცავს ანგარიში გახდა 6-5 ორი დამეწარდა მევადელი საბაბო უკვე შედგა და ეს ძალიან კარგია მადლობთ ასეთი არაჩვეულებრივი საბაბოსთვის მეგობრებო კარგით მოდით ცოტა დავაშკაროთ თამაშის ტემპი რადგან აქ ბაბურებლის ბოთლების გამოსდაზე იყო საუბარი და დავატრიალოთ რეალა
მანამდე კი ბატონო საბა მომღერალი ან ბენდი რომ იყოთ რომელ კონტინენტზე არ ჩაატარებდით კონცერტს არავითარ შემთხვევაში და რატომ? ფილიპინებზე არ კონტინენტი კითხეთ ისე, მაგრამ ავსტრალიაში ვარ. ჩანს რომ ფილიპინები ძალიან არის მე რა რომ კონტინენტს აკითხებით მაინც ფილიპინები ავსტრალიაში არ ჩაატარებდი. არა და გავაჩეროთ ზრიალა ვნახოთ რა არის ჩვენი შემდეგი შეკითხვა. ეხება თუ არა ავსტრალიას? მეტი არ ეხება. ეს არის ილიადა. ნახოთ რა იმალება ილიადას კატეგორიის ქვეშ. მოისმინეთ მე-12 შეკითხვა. X ფრანგები სხვანაირად აგიქვამენ. ჩვენ ქართველები სხვანაირად გავიქვამთ. ჩვენი გაგებით X-ი შემდეგნაირად განიმარტება. X-ი არის ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ გარეგნობას მაქსიმალურად აქცევს ყურადღებას. მისთვის მნიშვნელოვანია თუ რა აცვია და როგორ გამოიყურება. ხოლო ფრანგები X მოიხსენიებენ როგორც უბრალო ადამიანს, რომელსაც მარტივად ატყუებენ ხოლმე. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ X-ი. თუ გიგეთქვით რომ ის ერთ-ერთი ფრინველის ფრანგულ სახელს წარმოადგენს და ფრინველის გამო გადაწყვეტს ფრანგებმა ამგვარად აიხსნათ X-ი. პიჟონ არის მარიაჟი სანამ იყო და ეგეც მარიაჟი ქართველი პიჟონზე რო ატყობს ანუ ისე პიჟონი მარიაჟი არა მარიაჟი მომდეთ ბოლოში რა ფრინველი რა ფრინველის სახელი არის და აი ნაგვის გადასაყნელად რომ გამაპრატულებით გადიან და რა ეგა ფრინველს არ არის პიჟონ არის ფეგან იგივე იგი პიჟონი ხო ტრედია ხო პიჟონი ხო არ ვიცი პიჟონში ან მან ხო არა მარიაჟი პიჟონ მაშინ პიჟონი გადაგდება რა არის პიჟონ არის ტრედი და პიჟონი ონთ ბოლოში როგორ თქვა ფრინველის რაო ფრინველის ხო აი სახელსამთავრო პიჟონ ზა რუსული სენგო რა ფრანგულიდან კარია ხო კითხვა გამერე გისმენთ ბატონო აკაკი ვინ უპასუხებს? ჯონელი სახე გაქვთ რო გიყურებთ. თუ ბატონი გიორგი უპასუხებს იმ ვერსიას, რომელიც გააშხერა. თქვენი აზრით მე არ გავდია კაპიტანს რომელიც ამოირჩევდა სწორად და დამეხმარე. პიჟონს არ გავხარდო. არ ვიცი ან დაგეხმარეთ ან გონება აგირიეთ. არანაირად მოკლედ მოდი ბატონ გიორგის მივცეთ შანსი რომ გაათანაბროს ამ ისმენთ ბატონო გიორგი. გამოიყენებთ თქვენს გულისხმიერებას და კითხვას თუ გავიმეორებთ? კი ბატონო. ესე იგი X ფრანგები სხვანაირად აღიქვამენ, ჩვენ სხვანაირად აღვიქვამთ. ჩვენი გაგებით X-ი შემდეგნაირად განიმარტება. ის არის ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ გარეგნობას მაქსიმალურად აქცევს ყურადღებას. მისთვის მნიშვნელოვანია თუ რა აცვია და როგორ გამოიყურება. ფრანგები X მოიხსენიებენ როგორც უბრალო ადამიანს, რომელსაც მარტივად ატყუებენ ხოლმე. თქვენ უნდა დამისახელოთ X-ი, თუ გეტყვით, რომ ის წარმოადგენს ერთ-ერთი ფრინველის ფრანგულ სახელს და ამ ფრინველის ხასიათის გამო გადაწყვიტეს ფრანგებმა ამგვარად აეხსნათ X-ი. გისმენთ? იყოს მოდით პიჟონი ტრედი, ფრანგულად ტრედი რაც პიჟონი. არის გვეკითხა სწორი პასუხია პიჟონი. უცნაურად ჟღერს. ტრეჟონი ტრედი. ხო, რა ვიცი, რატომაც არა, მაგრამ მაინც უცნაურად ჟღერს. კარგით, ესე იგი, იმიტომ მიფიქრეთ, რომ ფიგეონ ასე იწერება ლათინური ძირი ესეთია და პიჟონ გადის ყველაფერი და აი, სწორად გიფიქრიათ ბატონო გიორგი. ეს სწორი პასუხია. ეს კაპიტნის და ეს ბატონი გიორგის გადაბიდება, ხოჩათ მეგობრებო, თქვენთვის ძალიან კარგი, ჩემთვის ცუდი. შევცვალეთ ადგილი უკივერიოს
მანამდე დავატრიალოთ მზრიალა, სანამ მოთავსდებია. ბატონო სურა. დიახ, ბატონო წამოვა. გვენიავე დრაგარში დამთავრდებათ გავლენი თამაში და მერე გკითხავთ ვის სასარგებლოდ? 10-6 ბატონო წამოვა. ვის სასარგებლოდ? ჩვენს სასარგებლოდ. თუმის მაგასაც რა. ეს ახლა ურავი წოდე თორემ სადღაც გულის სიგმაში წავარ აი ეს ქვესკერა საურო ჯამში კარგი დავაჩეროთ ზრიალა ვნახოთ რა არის ჩვენი შემდეგი შეკითხვა ლიცი დროსაც გავუსწრებ ვის სუპერპოზიცია მოგვივიდა ლიცი მომზადეთ დი ბატონო ალექსანდრე თქვენ წინაშეა პროტოსემიტური ნიშნები რომელიც სავარაუდოდ საფუძვლად დაედო ფინიკიურ დამწერლობას. მისგან შეიქმნა არამეული, ებრაული და ბერძნული ანბანები. თავად ბერძნულისგან კი შეიქმნა ლათინური და კირილური ანბანები. მოკლედ, ერთი სიტყვით, თითქმის ყველა ანბანის წინაპარია ეს იეროგლიფი. ეკრანზე გამოჩნდება პროტოსემიტური დამწერლობის ასო, რომელიც შეესაბამება თანამედროვე ლათინური ანბანის ასოს. პირველი ეს არის საცდელი, შეგიძლიათ რაიმე ვერსია დააფიქსიროთ, რომელიც წინაპარი შეიძლება იყოს. ხო, წინასწარ გეტყვით მინიშნების სახით, რომ აუცილებლად უნდა შეხედოთ სხვადასხვა მხრიდან. ის შეიძლება ჰაში რა თქმა უნდა, ეს არის H-ი დღევანდელი ინგლისური ანბანიდან. ხო? დაიწერე. ხო, და არა. კარგით. მოემზადეთ პირველი ასო ისაც ორი ფეხია. ხო და ან ისა. დრო ამოიწურა ბატონო ალექსანდრე. ბატონო ალექსანდრე ვინ უპასუხებს? მე უპასუხებ. გისმენთ? წესით ეს უნდა იყოს A. ეს ორი პასუხია, ეს არის A. აგით შემდეგი ასოგერა. სოფრო სწორად. დრო W ძალიან დაიარეთ. აი კიდე. ხო, არა, W არის, იმიტომ რომ ორი ისა აქვს რა და შვაში წინ. ხო, მაგრამ ამოტრიალებული რაღაცა. ეს იყო რა, ამოტრიალებული ყველა ამოტრიალებულია მაშინ რომელი? ტე შეიძლება რა W. არა, ტე არ ამგონი W უფრო. ასე მეორე მხრიდან არაფერს არ გავს. W შეიძლება A-ა. ასე რომ შეხედო აი W შეიძლება ჯობია. W ჯობია. კაი კიდე. დრო ამოიწურა ბატონო ალექსანდრე. სწორმა ვერსიამ გაიჟღერა. ყველა ასე უთქვი ბატონო. მე თქვენ გამოსილი კაპიტანი ჩემს ამინიშნება საუკეთესოდ გამოიყენებდა. მე ვიცი რომ გამოსილი კაპიტანი თან მაგ საქმე. ამ კომპლიმენტი წინა თამაშის სამები გამოვისკიდე ბატონო ალექსანდრე. გისმენთ? ვაუ. ითხოვა გამეორებოდა თამაშს. დაასახელეთ დღევანდელი ლათინური ანბანის ასო, რომლის წინაპარიც არის ეს პროტოსემიტური, ასე ვთქვათ, იეროგლიფი, ნიშანი. აი მოდი მაშინ მინიშნებას. გაითვალისწინეთ, გაიხსენეთ ჩემი პირველი მინიშნება სრიალთან დაკავშირებით და არ შეეც სწორი ვერსია. ეს იყოს Y. Y. გრეკი. ნუ მეორე მხა ამოტრიალებული მხრიდან ერთი ისე რომ ასე. სხვადასხვა. სხვა შორის ეს ძალიან დავაბრეველი. მივიღო ეს პასუხი ბატონო ალექსანდრე? უნდა მიიღოთ აბა. მივიღო. კარგი. პასუხი მიღებულია, მოისმენთ სწორი პასუხი. თუ ამ ასოს ამოვატრიალეთ ან რაღაც სხვა მემართულებით შევატრიალებთ, ყველაზე მეტად
რომელიც თვალში საცემია, რომელი ასოა? ბატონო გიორგი. ეს არის ასო I. ბატონი გიორგი სწორი იყო, მისი ვერსია იყო მართებული, ეს არის ასო I. რა შეიძლება ასო W-ს ეს ყველაზე ბოლოს გაჩნდა ლათინურ ენაში და მას არ აქვს საერთოდ პროტოსემიტური ძირი, იმიტომ რომ ორი V-ს შეერთებით მიიღება. მიიღეს უბრალოდ. კარგით, 7-6 ჩემს სასარგებლოდ პირველმა დატრიალებამ ზრიალას თქვენს არ გაგიბართლათ, აღნიშნავ. დავადრეობთ ზრიალ ნახოთ მეორე რა იქნება. მანამდე კი ბატონო აშა ჩვენი ტრადიციული ბლიცი ხომ არ გვეთამაშა? კარგი, მაშინ ხმამაღლა დავიფიქსირეთ თქვენი პასუხები. დავიწყეთ დანა თუ მაგრატელი? დანა. ბოთლი თუ ჭიქა? ჩემს წინააღმდეგ. სკოლა თუ ბაღი? ფეხბურთი თუ კიოინგი? კიოინგი. დომინო თუ ჯეირანი? ჯეირანი. წამების ის არის თუ წუთების ის არის? წუთების. ეიფელი თუ თავისუფლების განდაკება? თავისუფლების განდაკება. ტაიგის კვერნა თუ არქტიკული ოპოსუმი? ეგ. მეორე. თამაშის გაგრძელება თუ ამბლიცის გაგრძელება? ბლიც დავამთავრებით სიამოვნებო. ვერ გავიქეთე. მაგრამ კარგი. ოს ისა ბლიცი დამთავრდა ისე რომ ამიტომ გავაჩეროთ ზრიალა და ნახოთ რა არის შემდეგი შეკითხვა. ამასობაში შეგახსენებთ გამოზოგილი სიამოვნებით შეგახსენებთ, ანგარიში არის 7-6 ჩემს სასარგებლოდ და შემდეგი შეკითხვა არის შავი ყუთი სტუდიაში. ბატონო იოსი. დიახ ბატონო. თქვენი აზრით რა არდევს შავ ყუთში არავითარ შემთხვევაში? აზრით შავ ყუთში არდევს ისევ შავ ყუთში. ცხენი. თქვენი აზრით ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი. კარგი, ნახოთ ბატონებო, ნახოთ. პროტოსემიტური პასუხი იოსი. ყურადღებით მოისმინეთ მოკლე შეკითხვა. ის რაც ახლა შავ ყუთში დევს, შედგება ორი სიტყვისგან და უბრალოდ ნიშნავს არაფერს. ის ასოცირდება ერთ თამაშთან. და ამას რაც შავ ყუთში დევს, შეგვიძლია მეორენაირად უწოდოთ ბრჭყალებში სიბრძნის დაბადება. შავ ყუთში დევს ერთგვარი ანალოგი და არა პირდაპირ ეს ნივთი. ყურადღება, კითხვა. რა დევს შავ ყუთში? თუ გიგეთქვით რომ მის ხილვაზე შეიძლება სიცილი ვერ შეიკავოთ დრო? შავ ყუთს მაგერა გავს. არა ხა. აი, გემიარეთ არის. ორი სიტყვით გვიდა. აი, შავი ყუთი რაღაცა ეგეთი. სიბრძნის კბილით თუნავს მასაც შავი ყუთი. სიბრძნის დაბადება. აი, სერიოზულად. სერიოზულად. სიბრძნის დაბადება. არაფერს არ ნიშნავს. ანუ არაფერს არ ნიშნავს. აი, ორი სიტყვით ნიშნავს არაფერს. აი, ორი სიტყვით თამაშთან შეიძლება. ის მე თამაშთან ორი სიტყვით. ხო, შედგება ნაუდა თინგ. რამე გამჭირვალე რაღაც შესაწირებს სადაც ყრიან გამჭირვალე ყუთი რამე ეგეთი ან შესაწირებს სადაც ყრიან კიდე სიბრძნეს ორი სიტყვა ხალხოთან სიცილს შეიძლება რომ არაფერს აი შავ ყუთს რა გავს სიტყვაზე თვითონ შავ ყუთზე წუთი ო გამომეწუთია რა და წესიერა ჯობია რა
გისმენთ ბატონო ალექსანდრე. წუთი ხო გვაქვს? წუთი გაქვთ, შეგიძლიათ გიგენოთ. ხო. იბედია ავის მოვასწავლებელი არ იქნება ის. კითხვას გაგიმეორებთ. მინდა დამატებითი მინიშნების სახით მოგცეთ. მართალია სიცილს გამოიწვევსაც კითხვაში წანახსენებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, ხრმა და რთული შეკითხვა არ არის. სხვა შორის ერთ-ერთი ჩვენი ფავორიტია კითხვის პაკეტს ავტორებს. კარგით, მოისმინეთ შეკითხვა. ის რაც ახლა შავ ყუთში დევს, ორი სიტყვისგან შედგება და ნიშნავს არაფერს. ის ასოცირდება ერთ თამაშთან და მეორენაირად შეგვიძლია უწოდოთ სიბრძნის დაბადება. მისი ერთგვარი ანალოგი ახლა დევს შავ ყუთში. რა დევს შავ ყუთში? თუ კი გაგიმეორებთ, რომ შეიძლება მის დანახვაზე გაგეცინოთ, დრო. რატო უნდა გაგვეცინოთ? ორის მეოთხეზე ხო არა? ამასთან ასოცირდება უბრალოდ ეს თამაშია, რასაც თამაშობთ რა. დაფა სარკე ხო არა? რეალა? სარკისებრი მაგიდა ხო არა? ადრაკზე ხო არა? დაფა არა, ანალოგიც კითხვა, მაგრამ რა არაფერს ნიშნავს. გონგზე ხო არა, მაგრამ ორი სიტყვით როგორ ჩაიმოყვა? არა, ანალოგი ვარ რაღაც შეიძლება დიდოს და ის დაბადებაზე, მაგრამ ორი სიტყვა რა? ნათურა? ელექტრონატურა. გადაც ხო, არა, ორი სიტყვა. თან უნდა გაგვეცინოთ მაგას ვერ ვხვდები რაზე მოვიდეს. არაფერია მთავარი. რაღაცა სამთი შავი ყუთი მართლა შეიძლება. შავი ვერსია, ისი ანალოგია. თამაშთან დაიბე ასოცირდება. რაღაცის დამეცნობელი თამაში. რა თამაში? სამაგიბი თამაშია, კვადრატი, არაფერი რატომ? ანუ ის არაფერს დომინოს ის ხო არა, ხო? უსტა. შეიძლება. ეგ რა როგორ არის? დომინოს ხვა და არაფერს ნიშნავს. აი, დრო ამოიწურა ბატონო ალექსანდრეს სწორი ვერსია. არ ქონია. ანალოგი რა თუ ანალოგი. მე შემიძლია ვთქვა კიდევ კარგი რომ ახლა ამოვიდა ეს კითხვა ავანგარიზზე. ძალიან ხო რაღაცა დრამატული იქნებოდა ვთქვათ ერთი გოლა რო აგდეს კლუბს და ეს შეკითხვა რომ მოსულიყო სადაც 2 წუთი გამოიყენეთ პასუხი განაცხადილი გაქვს და მე ვამბობ რომ სწორი ვერსია არ ყოფილა. კარგი, გისმენთ. აკავშირეთ. აი გამიმეორეთ და მე თვითონ ვასვი. ნელა შეიძლება. კარგი. ის შედგება ორი სიტყვისგან და ნიშნავს არაფერს. იგი ასოცირდება ერთ თამაშთან და მეორენაირად შეგვიძლია უწოდოთ სიბრძნის დაბადება. მისი ერთგვარი ანალოგი ახლა დევს შავ ყუთში. შეკითხვა რა დევს შავ ყუთში? თუ კი გეტყვით, რომ მის ხილვაზე შეიძლება სიცილი ვერ შეიკავოთ, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი მართლაც საფიქრალია და შეკითხვა საკმაოდ რთული. გისმენთ, ბატონო ალექსანდრე. შეიძლება იყოს ასუხის ფურცელი, სუფთა ფურცელი. და რატომ სიბრძნის დაბადება? თავი სიბრძნე უნდა დაგებადოს, რომ ასუხი დაწერო ფურცელზე ალბათ. და თუ არაფერი აღწერია, ესე იგი ეს ვერ იქნება სიბრძნის დაბადება. პირველი ნიშნები თან არ ამგონია რომ გაგეცინოთ. ნუ, მინდა ვთქვა რომ ეგ ამოვიდეს და თუ არ გაგვეცინება. კარგი. ესე იგი, თქვენ უნდა დაკვირვებოთ ბატონმა ჯაბამ ახსენა კიდეც, რომ ეს თამაში უნდა იყოს ჩვენი თამაში, რასაც როდის, რა შეიძლება გაგახსენდეს ჩვენს თამაშზე, ზოგადად მithumetes ინვენტარი, ავიცი გონგი, სრიალა, შავი ყუთი, ან კიდევ თავარი სიმბოლო ამოვიღოთ რაც დევს შავ ყუთში და გადავცეთ ბატონ კაპიტანს სწორი პასუხი
სადამაშო მაგიდასთან უღას ანზარი ვიდეოში ანგარიში ამყარის ასაგებოთ ნახოთ ხუნდე უღას ანზარი შეგვიძლია თუ არა წონასწორობის გათანაბრებას დავადრიალოთ სრიალა არტორკა მოტოციკლეტზე სამყაროს შეუნახეთ აუცილებლად სამყაროს და რაღაც შემოქმედება ჯგუფს და კითხვის ავტორსაც ეკუთვნის უკვე მივიღე ბანელობს არაჩვეულებრივი შენაძენია გამორჩი რაღაცას გამორჩი ბატონო ირაკლი რას გვეთქვით სანამ დანარჩენი შეკითხვები გათამაშდება რომელია თქვენი ფავორიტი შეკითხვა შავი ხუთი ხომ არა ხელადელ თამაში ძალიან კარგი მე მგონი დარბაზის დიდი ნაწილისაც ასევე კარგი გავაჩეროთ სრიალა სანამ შეკითხვას დასვამდეთ ერთი კითხვა მაქვს ისმეთ დარბაზ თხოვ სიჩუმეს რომ შევძლებთ დამატებითი წუთი თუ დაგვრჩა ჩვენ ხო გამოვიდა ორი ადამიანი პასუხი იყო როგორც მახსოვს ერთი ვერ და მეორე ორი ადამიანი პასუხი იყო ამიტომაც 2 წუთია 2 წუთი გქონდათ ერთი გამოიგეს ერთი დაგჭა ჩვენივე ვაფშე სუპერ ბლიცი წარუმატებელი შეიარაღებულია მოსული დღეს შეამჩნევდით კარგი დაგვიტოვეთ სუპერ ბლიცის სათამაშოდ ერთი მოთამაშე მაგიდასთან ბატონო კაპიტანო ან თავად დარჩით ან სხვა მოთამაშე აიჩიეთ ბატონო მე რო დავჩევ დაგიტოვოთ რა თქმა უნდა შეგიძლიათ დარჩეთ შეგიძლიათ დავიტოვოთ ეს თქვენი გადასაწყვეტია რადგან ჩემს გულს ასე სურს ჩემ ნაზი ავიღებ არგი მომზადეთ პროექტორი ჯერ არ ჩართოთ ბატონო ირაკლი ლიტერატურასთან როგორი ურთიერთობა ხო არ იფიქრეთ ნეტა სხვა მოთამაშე დამეტოვებინაო ფიქრეს სხვა შორის მე გაძლევთ უბრალოდ თუ გინდა სხვა მართლა კი არა არ გაძლევთ ეს რა იყო კარგი გავათავისუფლოთ სივრცე გავაჩინოთ ერთი შუქი ჩავაქროთ რომ უკეთ გამოჩნდეს ეკრანი ერთი შუქი ნუ კარგი იყოს მოკლედ თემა დარბაზ თხოვს სიჩუმეს და ვთხოვ არ იყოს არათუ ხმამაღალი საერთოდ ნუ განხილვების ხმა არის მოდეს დარბაზში ძალიან გთხოვთ იმიტომ რომ მოთამაშეს არ შეუშალოთ ხელი მოკლედ თემა ეს არის ლიტერატურული ყავა ჭალებში თქვენ წინაშე გამოჩნდება სახუმარო პოსტერები ყველა ამის მსგავსი რასაც ახლა ხედავთ რომლებშიც დაშიფრული იქნება ლიტერატურული ნაწარმოები ან წერილის წერის სტილის დამახასიათებელი ნიშნები და თქვენ უნდა გამოიცნოთ მწერალი თავად მწერალს ასახელებს გასაგებია მაშინ დავიწყოთ ეს არის შესავალი პირველი ფრანც კაფკა რა თქმა უნდა ეს არის მეტამორფოზა და სწორი პასუხია ფრანც კაფკა მისი ავტორი სათხართ ბატონო ირაკლი დიახ მაშინ დავიწყოთ პირველი შეკითხვა დაასახელეთ ავტორი დრო ისმენს ბატონო ირაკლი დრო ამოიწურა სურათზე
ჭიქაში დევს ადამიანის თავის ხალა. დიახ. რაც სამწუხაროდ არაფერს არ მეუბნება. წესით უნდა გეუბნებოდეთ ბატონო ირაკლი. თავის ხალა ერთ პერსონაჟთან ძალიან ახლო ასოციაციას იწვევს. ჩემი აზრით გარტმასე მithomაში გადმოწამყვანა. კი ბატონო. რა ვიცი, წინა რასადროდის იყო სურათი, სადაც ასევე ადამიანების თავის ქალები იყო, სწორი პასუხი იყო შექსპირი, ამიტომ ვიტყვი შექსპირი. ეს სწორი პასუხია. გიოცავ ბატონო ირაკლი. არაჩვეულებრივი მოვლენა მოხდა თქვენთვის. არაჩვეულებრივი გამბლეთ მონაშვილის წაღიღინა მოსოფირებდი მინდა. კარგი ვერსია. ხო, მოკლედ თავის ქალა და ჰამლეტი სოფლიო ლიტერატურაში განუხრალი ობიექტებია, ასე ვთქვათ, სუბიექტი და ობიექტი როგორც არის. კარგი, შემდეგი ფოტო 30 წამი გაქვს მოსაფიქრებლად უნდა დამისახოთ ავტორი დრო კუნძულია დრო ამოიწურა ბატონო ირაკლი გააქვთ ვერსია დარბაზ ხოს იჩუმეს ბატონი კაპიტანი აფიქსირებს თავის ვერსიას წერალი უნდა თქვა წერალი უნდა დამისახელოს ნუ სავარაუდოდ სურათზე გამოსახულია რობინსონ კრუზო ისამ რაღაცა და წერალი არის რობინსონ კრუზოს ავტორი ვის კითხო დარბაზში ჩავთავოთ თუ არა ეს პასუხი ყველა თქვენს გერა ეს სწორი პასუხია ძალიან მეკო არის სწორი პასუხი იოცავ ბატონო ირაკლი და ხარ როგორ ატოვა წამყვანაც არის ეთქია არა კი არა ეჭვიშება ანუ აი ისო აქ დავიწყებ ამოჩენ მზადხართ ბატონო კაპიტანო მესამე შეკითხვისთვის მაშინ მიპასუხეთ ვინ არის ავტორი ამ დაშიფრული ფოტოსი დრო დრო ამოიწურა გისმენთ ბატონო ირაკლი ძალიან ცოტა გაკლიათ ერთი ქულა რომ მოუტანოთ გუნდს და დარბაზს გისმენთ სურათზე გამოსახულია თიქა რომელიც ხედავთ ბატონო ირაკლი სხვათა შორის კარგს აკეთებ უბრალოდ ვერ ვხედავ მეფარება ადამიანები გაგწერეთ აღწერა და ხარით მე ავტორიც იმდენი ნაწარმოებია, სადაც განა შეიძლება იყოს. ჩემი აზრით, ამიტომ მეორე ნაწარმოებია, სადაც დანა და სისხლი შეიძლება ფიგურირებდეს. რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ უნდა არჩიოთ. ავტორი. ანუ სავარაუდოდ იცით რა რადგან დანა და სისხლი სავარაუდოდ რომელიმე დეტექტიური რომანის ავტორი იქნება და რომელი ვიტყვი ჩემი გუნდელის საყვარელ მწერალს აგატა კრისტის აგატა კრისტი მე ვეღარ შეგაცვლებინებ თქვენ ვერსიას
იმიტომ რომ ეს პერსონაჟს იზიდავს ეს ძალიან ეწვია ხაებრივი შეგრძნება ბატონო ირაკლი კარგი ვაცალოთ ბატონო ირაკლის ეგრეთ წოდებული პარის გამოშვება ფსიქოლოგიური განკვეთვა დავატრიალოთ მზრიალა მოვიდა ძმები კარამაზოვები იდეა გენიალური ნაწარმოები რომ მიუხედავად რუსი ავტორისა მაინც ვერაფრით მოვახერხეთ მისი გამოტოვება შედევრების სიაში კარგი მოემზადეთ მოისმინეთ მე-16 შეკითხვა ანგარიში 8-7 ჯერ კიდევ წამყვანის სასარგებლოდ წუთი გვაქვს კარგი ისტორიულად X-ზე საუბრები იწყება ინდუიზმის ადრეულ მითოლოგიებში მაგალითად მაჰაბჰარატაში ვინმე სხვა აქვს მუდმივად წაკითხული მაჰაბჰარატა სახლში მიდოს ფოტოშოპში ხო არც ამყვანს მაგრამ საინტერესოა ასე ამბობს მის შესახებ საუბარია ანუ რაზეც ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ კითხვაში მის შესახებ საუბარია ყურანშიც რაც უნდა გასაკვირი იყოს როცა მუჰამედი რამდენიმე გამოქვაბულში მცხოვრებ მოციქულს ახსენებს X თეოლოგიაში ზოგჯერ უწოდებენ სინანულსაც ანუ სინანულს თეოლოგიაში ზოგჯერ X უწოდებენ ის ასევე დაარქვეს ერთ პროგრამას რომელსაც შეუძლია აღადგინოს კომპიუტერში წაშლილი ფაილები ყურადღება კითხვა დამისახელეთ X-ი დრო Qur'anში როგორი გასაკვირცელი დაიყოს, როცა მოხალხეს საუბრობს გამოქვაბულში ცხოვრებ მოციქულებზე და თეოლოგიაში გამოხატავს ხანდახან სინანულს, პროგრამას დაარქვეს, რომელსაც შეუძლია აღადგინოს წაშლილი ფაილები. ეხლა რაღაცა ყურანში რა იქნება გასაკვირი? ანუ გასაკვირი ყურანისთვის რა შეიძლება? გამოქვაბულში ცხოვრებ მოციქულებზე. ანუ რაღაცა ისეთი რაღაც ბოდიშის მოხდა ან რაღაც ისეთი რაც აგეთებ როცა სინანულის გრძნობა მაქვს როცა ანუ ყურანში რატო უცნობია ანუ დროის უკან დაბრუნებაზე რაც ხამაფერი იმიტომ რომ პროგრამა წაშლილ ფაილებს აღარ მაგრამ X-ი ერთი სიტყვა თუ არ ვიცი არის X-ზე თან რაღაცა ძველი არ ვიგებთ მოდი არ ჩვენი ხონუ ჩვენი მოდი დრო ამოიწურა ბატონო კაპიტანო ვინ პასუხობს ავიღებ კიდე დამატებით წუთს დამატებით წუთს აიღებთ კარგი ჩავთვალ დამატებით წუთს დამატებითი წუთს დრო და შეკითხვაც გაგვიმეორეთ თუ შეიძლება კი ბატონო მაშინ გავაჩეროთ დრო ისტორიულად X-ზე საუბრები იწყება ინდუიზმის ადრეულ მითოლოგიებში მაგალითად მაჰაბჰარატაში მის შესახებ საუბარია ყურანშიც როცა მუჰამედი რამდენიმე გამოქვაბულში მცხოვრებ მოციქულს ახსენებს X თეოლოგიაში ზოგჯერ უწოდებენ სინანულს ის ასევე დაარქვეს ერთ პროგრამას რომელსაც შეუძლია აღადგინოს კომპიუტერში წაშლილი ფაილები მომხმარებლის მიერ წაშლილი ფაილები კითხვა ამისახელეთ X-ი დრო ასკეტიზმი ხო არა ასკეტიზმი არის თეოლოგია რა თეოლოგია ხო და ასკეტიზმი ხო არა ხო და სინანულის
ანუ ორივე ასკეტიზმ შეიძლება იყოს რეინკარნაცია. და რეინკარნაცია დაგვიქოს. ანუ ინდუიზმში ჩდება და იმაში წაშილი პერიოდს ხო. არა. რეინკარნაცია. ანუ ხო რაღაც სინამდვილე რაღაცნაირად. კაი, კიდე რა შეიძლება იყოს? ანუ ეს ასკეტიზმი, ანუ რამდენიმე ვერი ცხოვრობდა გამოქვაბულში. ეს რაღაც ასკეტიზმია რა მოგო. და რაც გასაკვირია. ასკეტიზმი ქვია პროგრამას? ხო, მაგითო გასაკვირია, რომ ხურაში რეინკარნაციის ხვარჯერთ მონად. აი, რეინკარნაცია ხო. ხო, ვარიანტი არ გონდა ერთი მივიღოთ ჯობი. ანუ მოიცა კიდე იფიქრეთ კიდე ერთი სამი, ორი, ერთი. დრო ამოიწურა ბატონო კაპიტანო ვინ უპასუხებს? თავად უპასუხებ შეაქვს. ისმენთ. ჩვენი პასუხი არის რეინკარნაცია. რეინკარნაცია. რატო? რეინკარნაცია მართლაც ინდუიზმთან ასოცირდება და ყორანში იქნებოდა ძალიან საინტერესო ამის სამომხმო ალბათ და გასაკვირი და ну რაღაც ფაილების დაბრუნება ისევ რაღაც რეინკარნაციას თავიდან აღდგენა რეინკარნაციას გავს მის პრინციპს. ხო, ალბათ არ ვიცი ყურანთან რამდენად აქვს კავშირი რეინკარნაციას. რამდენადაც მე ვიცი, საერთოდ არ ეხება ეს ორი ერთმანეთს. რეინკარნაცია და ისლამი, რეინკარნაცია და ყურანი. მოისმინეთ სწორი პასუხი. ხო, კლუბს თუ აქვს ვერსიები, ვკითხოთ მართლა კარგი შეხსენება. ხულიგიან კამელეონის რეგენერაციის შეცვლანგვის ფლიქსა მედუზას ხო, ბატონებო, მოკლედ. თუკი კომპიუტერში შემთხვევით აგეშლევათ ფაილი და გამოიგონებენ პროგრამას, რომელიც ამ ფაილს აღიდგენთ. აქამდე რომ ეს შეუძლებელი იყო, გამოუსწორებელი. რა შეიძლება ლოგიკურად დაარქვა მანქანა, რომელმაც უკან დაგაბრუნდათ. სინანული ეს არის თეოლოგიურად ცნება, როცა შეგიძლია უკან დაბრუნდე, რადგან წარსულში დაშვებული გამოასწორო. ხოლო დანარჩენი ეს იყო უბრალოდ მიიჩნევა, რადგან მასზე საუბარი არის ბუდიზმშიც, ინდუიზმშიც და ყურანშიც საუბარია დროის მანქანაზე. ასვით თამადა ვაგიდასთან. ძალიან დაიძაბა სიტუაცია, იმიტომ რომ წარყვას ერთი კულაკია გამარჯვებისთვის. დავადრიალოთ მზრიალა და მანამდე ვთხოვოთ, რადგან ელენა დასასრულს უახლოვდება და ნებისმიერ შემთხვევაში კლუბი გაიმარჯვებს წარყვანი მაინც. ამიტომ ვთხოვოთ გუნდში, ვისაც ყველაზე კარგად გამოსდის, დაარეკლამოს ჩვენი პროექტი. ვთხოვთ ბატონებო. ანუ დაურეკლამოთ. ბატონო იოსი. რეკლამის გარეშე შეჭერით როგორც ხდება. ეს წელმე ჩაერთება. ხედავთ და რაოდენ კარგი სიუჟეტია და ეს შემოგვიერთდა სიტუაცია ყოველდღია და გეოდები. დიდი მადლობა არაჩვეულებრივი რეკლამისთვის. ამოვიდა ვეფხის ხაოსა. ძალიან სასიამოვნოა ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ სიტუაციაში, სივრცეში და დროში და გარემოში ვეფხის ხაოსთან ასეთი შეხვედრა. ხო, კარგით, მოისმინეთ. მე-17 შეკითხვა. ანიმაციურ სერიალ სიმსონების ერთ-ერთ ეპიზოდში ჰომერ სიმსონი ცდილობს საკუთარი ბრაზის
ბრაზის გაკონტროლებას. რა დროსაც მას ხელს უშლის ნერვებსაც სხვათა შორის თავისი შვილი ბარტი. მთელი რიგი უიღბლობის. შემდეგ ბარტი მამას აუზში აგდებს, უიღბლობა ჰომერისთვის, მამისთვის ხდება და ბარტი მამას აუზში აგდებს, რომელიც სავსეა საღებავით. გარკვეული ფერის არის ეს აუზი. ყურადღება, კითხვა. გაიხსენეთ სხვა ცნობილი პერსონაჟი მსგავს სიტუაციაში და წუთის შემდეგ მითხარით რა ფერის წყლით არის აუზი სავსე დრო. ის ხო არა კარიერა მოვერტები 25 არა ავთადილო მიაკეთებს მე. აუსთან ფერის პერსონაჟი იესო მარიოტი ვერტის ყაოსანია და ვერტის ყაოსანი გადაიხდება. არა გავშია რა. გეტს მი ხოლ მაგრამ გავს ინვესტიციაში ამოვლებული შეიძლება შეიძლება თითქმის ვერსი ყოთ ბრასთან როცი კარი შეიძლება კარიერა ხდება ის საფოსაცეზე და აუზი და შუაში პირდაპირ აუზი იმას რომ ძალიან ცნობილია ბიჭო ძალიან ცნობილია ამ ეგრე მაგის ბეიტმენი არის ხება წითელი რა თქმა უნდა ის ჩემო სტოპია იქ ჰალკი ხო არა ბრაზი ტუანეა და ბრაზი კავერს და ბალონის პერსონაჟი რიუს ბაია ამდენი ხანი რა აუამ მომდრექდა მარვე შეგიგებს აი ბრაზი შეკავება რიუს ბენერია ამოიწურა ბატონო კაპიტანო ვინო პასუხი დავიწყებ ნუ ჩვენი აზრით მთავარი ნიშნება იყო ბრაზის გაკონტროლება და პერსონაჟი იყო ბრიუს ბენერი იგივე ჰალკი მარველის ცნობილი პერსონაჟი იყო ბრიუს ბენერი წვანე იქნება აუზი და მიზეზი არის ის რომ ბრაზის გაკონტროლება ნიშნება და ეს პერსონაჟი ბრაზდება და ჰალკი პირველად გაგახსენდეს სხვა თუ არა ჰალკი, როდესაც გაბრაზებაზე და არის ერთო პასუხია ჰალკი. ელმენტია მოგდანა ბატონმა დაიწყა. არბა ვერტის ყაოსანია თოფია. ისე ბიჭო ანგარიში 9-8 და ავატრიალოთ რეალა ძალიან რთული სამუშაოს შესრულება გიწევთ ბატონებო ეცეს ხიძე გადიხართ აქტობრივად ახოთ როგორ გაარჩევთ ეს ბატონო კაპიტანო რა შეცვლით ჩვენს პროექტში თუ გიფიქრიათ ამაზე შეგიძლიათ გაგვანდოთ ანგარიში შევცვლით დღეს ამ მომენტში მე აგულის თმო ვერსია ძალიან კარგი გავაჩეროთ მზრიანა და ვნახოთ რა ნება ჩვენი შემდეგი შეკითხვა შემდეგი შეკითხვა იცი განგება მოწმინება იყოს აი მოიცადეთ ბლიცის თემატიკა არის კომიქსები ხო რას ენერგეტიკა არის დღევანდელ ჩვენ თამაში სხვა შორის მაგნიტური ბატონმა თორნიკემ წინას არ გამოიცნო რა ამოვიდო და ხო მეტაფორულად გვამცნო ახლა თქვენმა გუნდმა ორივეჯერ ამოიღო თემატიკა კომიქსები კარგით მოკლედ სამი სხვადასხვა სახის შეკითხვა იქნება კომიქსების შესახებ და თქვენ უნდა დამისახოთ სამივე შემთხვევაში კომიქსის გმირი კონკრეტული გმირი მოისმინეთ გმირი მოისმინეთ პირველი შეკითხვა Marvel mythology-s web-გვერდი პარალელებს ავლებს კომიქსებისა და მითოლოგიური სამყაროს გმირებს შორის. ანუ ასეულს ეს web-გვერდი Marvel mythology, რომელიც ავლებს პარალელებს კომიქსების გმირებს და მითოლოგიურ გმირებს შორის. მაგალითად, Hawkeye, ქორისთვალა იგივე შედარებულია აპოლონთან. რა თქმა უნდა, შვილდით
ორივე იბრძვის 7. მოისმინეთ ბლიცის პირველი შეკითხვა. კომიქსების რომელ გმირს ადარებენ პერსევს, რომელმაც დაამარცხა მედუზა გორგონა? დრო. პერსევსი. კაპიტანი ამერიკა ფარზე ათენასა თანოს ვინ მოკვეთა თავი თანოსანი არ ვიცი არ მახსოვს ბიჭო ათენას აქ ფარზე გორგონას თავი პერსევს მოგკლა და კაპიტანი ამერიკა შეიძლება იყოს შეიძლება თავი უჭირავს თავი უჭირავს ვის უჭირავს თავს ხო ყვეც მე ვის უჭირავს თორი ხო არა თავის მოჭრასთან აშკარა თანოს რო აჭრიან თავს ხო და გონი მაშინ თორია თორმა მოჭრა თორმა მოჭრა არ მახსოვს მითოლოგია ეხა ჯდება მაგრამ თორი ეხა სკანდინავიურებს დრო ამოიწურა ისმენთ ბატონო კაპიტანო ვინ უპასუხებს? მე ვიტყვი პირდაპირ ეს შეიძლება იყოს თორი. სწორად ესა გაიშხერა მინდა გითხრათ და მივიღო ეს პასუხი? არა კაპიტანი მე არ ვიცი თამაში არის მე 9-8 აგარში ვისაუბრებ აგარში არის 10 10-მდეა თამაში აგარში არის 9-8 ამიტომ რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში მე აღარ შეგეკითხებოდი მივიღო ეს პასუხი აი გავიმეორე შეკითხვა და გეტყვით ვინ უპასუხებს მაშინ თუ არის ამის საშუალება კი ბატონო კომიქსების რომელ გმირს ადარებენ პერსევს რომელმაც დაამარცხა მედუზა გორგონა ფარი უმრა ათენას შელობის დრო მოიწრო სავალდენ პასუხებს დავიწყო რომ დავით ისმენ მოდის იყოს კაპიტანი ამერიკა კაპიტანი ამერიკა ფარზე გორგონას პერსევსა ფარზე გორგონას თავი სხვადასხვის მითოლოგიურ სამყაროში ბევრი პერსონაჟი გმირი აჭრის თავს თავის მოწინააღმდეგეს. ეს თავარი ფილტრი ვერ იქნებოდა წმინდა ლოგიკით. ამიტომ თქვენ დასრულებავთ იმაზე, როგორ დაამარცხა მედუზა გორგონა პერსევსმა. რადგან გორგონასთვის თვალებში შეხედვა არ შეიძლებოდა, უნდა ყოფილიყო ანარეკლი, ხოლო გორგონა აირეკლა ფარმა. ეს პერსევსის თავი შეგვიძლია ამერიკასთან ორივე პერსონაჟი ფარით იბრძვის. დარტყმას აკენებს მოწინააღმდეგეს. მეორე შეკითხვა, ბლიცის მეორე შეკითხვა. მოისმენთ ყურადღება. კომიქსების მიხედვით ამ პერსონაჟის ძირფესვიანად შესწავლა ძალიან მარტივია. მისი შთამომავლობა ფესვგადგმულია კოლოსის რასის უძველეს სამეფო ოჯახში. თუ მიხვდით რომელი პერსონაჟის შესახებაა საუბარი, გამეცით პასუხი მის მშობლიურ ენაზე. დრო. ადამიანელი და შეეცდება არის ჩაიც. პასუხებს მე ვარ გრუტ. I am Groot. თუ მე ვარ გრუტ, რომელი მშობლიური ენა? ეს საინტერესო ითარგმნება ის ენა სხვადასხვა ენებზე. ეს სწორი პასუხია. მესამე შეკითხვა ბლიცის ყურადღებით გაქვთ 30 წამი დავატებით. X-მა ამ შემთხვევაში არა გმირმა სწორად იწინასწარმეტყველა ბოლო წლებში გრემის გამარჯვებულების სია. შეძახილი X-ი ამ სუპერგმირს ანიჭებს სხვა ყველაფერთან ერთად ზევსის ძალას, აქილევსის გამბედაობას და მერკურის სისწრაფეს. ყურადღება, კითხვა. დაასახელეთ X-ი. დრო. შაზამი შეიძლება. კიდე მომის კიდე ვაფეხა ხო არა? ანუ ვაფეხა იყო და წინასწარმეტყველი იყო და სუპერგმირი. ხო, სუპერგმირი არა ვაფეხა. მუსიკასთან ხო? შეიძლება მუსიკასთან ამოკავშირებს. სუპერგმირი ხო არა კალელინა სუპერგმირია შუაში. ზევსის ძალა კი ზევსის ძალა კი ანუ შაზამს აქვს ელვა და კიდე ვინ შეიძლება იყოს? გრემი და შაზამი მუსიკა. ხო, კაია. კაია, კიდე რა შეიძლება იყოს? ან გამოჩიქ ვაფეხა ვიცოდი ვაფეხა წინასწარმეტყველი იყო რა ფეხბურთის ანგარიშებს იცოდა რა ვაფეხა შუაშია და დრო ამოიწურა ბატონო კაპიტანო ვინ უპასუხებს? იპასუხებ. მე ვუპასუხებ. ისმენთ. ნუ ამაზე უკეთესი ვერსია მქონია, ეს შეიძლება იყოს შაზამი. რატო? ნუ ძალაც აქვს. გლობს ხო თავი შეიკავა. სისწრაფეც აქვს ძალა, სამ ველოა, მისი ძალა. და შაზამ გაიღე შეიძლება ეს მინიშნება იყოს შეძახილთან.
კარგი და როგორ გამოისმა შაზამმა გრემის მომავალი გამარჯვებულების აპლიკაცია შაზამა გამოიცო ვინ გაიმარჯვა და გრემის დაიწყება და რადგან ის ყველაზე მეტად იწებნებოდა პროგრამით ის დასახელდა და გაამართლა 9 მეგობრებო და შეგეთხვა თამარამ გამოასწო რა თავისი შეცდომა გამაჩნდა აუ ნახოთ როგორი ასპარეზებს გუნდი ვედი პიტი პიცი რეალად ეს ბესმარის მაინც არ მოფილა ვერც იმას ვიტყვი რომ სხვა ზოგიერთი გუნდის ხარეს იყო მაგრამ ბოლო შეკითხვაზე ნამდვილად დაიჩაგრეთ იმიტომ რომ ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული თქვენ გაქვთ დამატებითი 30 წამი, რომელსაც მე გადავაქცევ 1 წუთად და შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი 1 წუთი. გოლის მზრიალას დატრიალება არ ჭირდება. ერთი შეკითხვა ხო არის დარჩენილი? კი. ჩემს მარჯვენა ხელს გადაეცით. მაშინ მარცხენა. სად არის? შავი ხუთი სტუდიაში. ყველა თქვენს იმედზეა ბატონებო. ბატონო მირზა თქვენი აზრით რა ები თუ არის სწორი ბოლო რა არდევს შავ ხუთში არ თქვა მახე ბუს კვერცხები რამდენად არდევს შავ ხუთში ბატონო მირზა კარგით განეწყვეთ ბოლო შეკითხვის ასაღებად და მოისმინეთ მე-19 შეკითხვა დღევანდელ თამაშში პირველს ცხოველის ფორმა აქვს, ხოლო მეორეს ცხოველის სახელს ეძახიან. პირველი შეგვიძლია შევადაროთ ორლულიან თოფს, ხოლო მეორე სნაიპერულ შაშხანას. ან კიდევ პირველი ჩანგალს, ხოლო მეორე დანას. რადგან ვისაც მათთან შეხება აქვს, მათ ერთ სივრცეში მონაცვლეობით გარკვეული პერიოდის შუალედით ეხება. ბევრის აზრით ისინი თანაბარი მნიშვნელობისაა, თუმცა სხვა აზრზე არიან ისინი, ვისაც მათთან ხშირად ჰქონიათ შეხება. შედარებით გამოუცდელები ამჯობინებენ ორლულიან თოფს, ხოლო გამოცდილები დანამდვილებით გეტყვიან, რომ სნაიპერული შაშხანა უპირატესია. ახლა, ბატონებო, ორივე დევს შავ ხუთში. ყურადღება, კითხვა. რა დევს შავ ხუთში? დრო. ორლულიან თოფს რანაირად რომელი მოგაგვიწევს? ასე რომ ვიზუალურად ის მომისმენთ. ანუ ცენის ყურები ერთს აქვს ცხოველის ფორმა და მეორე ცხოველის სახე. ხო, შეხედე ერთ ცხოველის ცხოველია მხედარი და ყვა უბრალოდ სახელი. ხო, ანუ ის ფორმა აქვს მხედარი, სნაიპერია და იგი არის მხედარი. ანუ ცხოველის სახელი არის რაგის ფიგურები. ხო, მიღებული. ფიზიკა შეიძლება თანაბარი მშენობის ეგრეთ სნაიპერი შეიძლება კაი ფორმა და რა?
რო ამოიწურა ბატონო მირზა ბატონო კაპიტანო შეწყდა კამათი ვინ უპასუხებს ორ ვერსიას მე ვერ გეტყვით წუთი გაქვთ შეგიძლია აიღოთ ბატონო მირზა თუ შეგობას აპირებთ ბატონო მირზა ჩავთვლი რომ პასუხი არ აქვს კი გამოიყენეთ ბატონოვის და დავადებით წუთი უკვე კარგი გისმენთ ბატონო ჩვენი აზრით ეს არის ჭადრაგის ფიგურები მხედარი და კუ ანუ ოფიცერი გამაცა რატომ რა ლოგიკა განავიხარეთ შეგვიძლია არის რაღაც სამ ფულას ეძახიან და ეს კუ ცხოველის სახელია მაგრამ არის რეალურად არ არის კუ და ეს შაშხანას გავს იმიტომ სწორად დიაგონალზე მიდის და ეს მხედარი ჩანგლის მივიღო ბატონო მირზა ეს პასუხი მივიღო პასუხი მიღებულია გადამწყვეტი წამია ჩვენს თამაში ამიტომ ყველას თქო ყურადღებით დააკვირდნენ რას ამოვიღებთ შავი ყუთიდან ეს